გამარჯობა, მეგობრებო, მოდით ავირჩიოთ, აბა როგორ მოვიხადოთ ბოდიში. დავურეკოთ ვიმეს და ვუთხრათ ბოდიში. შეიძლება მეოთხეზე. შემდეგ ანუ ვთქვათ, რომ ვითომ მე კი არა, აი ის იყო, არა, ეს ყველაზე ცუდია. ჩავიხუტოთ და ანუ ჩახუტების ნიშნად ბოდიში ვთქვათ. კი ბატონო, ესეც კარგია. დავუწეროთ ხელით წერილი, დავწეროთ და ვუთხრათ ბოდიშიო. კი ბატონო, ესეც კარგია, მისაღებია და მე მგონი კარგია. შემდეგ face to face სახესთან, ანუ ასე ვთქვათ, პირადად ვუთხრათ ბოდიში. ეს ყველაზე კარგია ჩემი აზრით. მანამდე დამილაიქე აუცილებლად და გავაგრძელოთ შემდეგ. მივწეროთ მესენჯერში ბოდიშიო. შეიძლება, მაგრამ პირადად ჯობია, რა თქმა უნდა. Do you want some chocolate? ანუ შოკოლადი შევთავაზოთ ბოდიშის მაგივრად. No, მე მგონი ეს არ ვარგა. შემდეგ საჩუქარი ვაჩუქოთ და დავწეროთ ბოდიში. მე მგონი არ არის ცუდი მეორეზე იყოს. აი ეს ყველაზე კარგია ჩემი აზრით. ხალხმრავლობაში, საზოგადოებაში გადავუხადოთ ბოდიში. მოვუხადოთ უბრალოდ ბოდიში. კი, ეს კარგია ძალიან. და იმეილით გავუგზავნოთ. არა, იმეილი ყველაზე ცუდია, მაგრამ მე-10 ადგილი უკვე დაკავებული მაქვს. იმეილს სავარაუდოდ არც არასოდეს არ წაიკითხავს, ან წაიკითხავს 100 წლის შემდეგ, ამიტომ არა, იმეილი არ ვარგა. ბევრი ლაიქები და კომენტარები და გამომიწერე და გამიზიარე. პაკა.